კატო საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერშია გადაცემა კატოს საღამოების ეთერ სტუდიაში ვმუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი თამუნა და დღეს ერთი ძალიან საინტერესო ბიჭის ამბავი უნდა გიამბოთ საინტერესო ბიჭის უსაინტერესო ეს ბიჭის მაგრამ ძალიან უჩვეულოა ჩვენი გადაცემისთვის ჩვენი გადაცემა მოგეხსენებათ არის ხელოვანებზე მაგრამ არა მხოლოდ ხელოვანებზე და ეს კაცი იყო ხელოვანი თავისი საქმის და რომ ფაქტიურად ამ კაცმა გააკეთა ის რომ თელ სამყაროს ცოტა შეიძლება ხმამაღლა თქვა მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ ჭამა არ ასწავლა ყოველ შემთხვევაში რესტორნის მართვა ნამდვილად აი ამ კარგმა ბიჭმა ასწავლა თელს ყველა მის შემდგომ ვინც კი რაიმეს რესტორანში აკეთებს ეს არის მათი გურუ ამ საქმეში ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიე ბიჭი რომელიც დაიბადა 28 ოქტომბერზე ძალიან პატარა სოფელში ეს იყო ცნობილი კიდე რბილად არის ნათქვამი უგამოჩენილესი შეფმზარეული მე-20 საუკუნისა რესტორატორი და კულინარიული წიგნების ავტორი რომელმაც პოპულარიზება გაუწია და ასევე განაახლა ტრადიციული ფრანგული სამზარეულოს მეთოდები და ძალიან ბევრი რამ ესკოფიეს ტექნიკაში დაფუძნებული იყო მარი იმაზე რაც შეიმუშავა მარი ანტუან კარემმა ეს იყო კიდევ ერთი ძალიან ცნობილი ბატონი ოღონდ ჩვენს ბიჭამდე გაცილებით ადრე იყო ან შეიძლება არც გაცილებით ადრე ესე თარიღები ისე მერევა ერთმანეთში რომ ვერ ვიკი ხოლმე გაცილებით ადრე რამდენია და არც თუ გაცილებით ადრე მიმიხდით ხო მე და მათემატიკა როგორ ვარ მე და კულინარიაც ესე ძალიან ცუდად ვარ ამიტომ ამ გადაცემაში თუ რამე ისე ვერ იქნა რომელიმე კერძის დასახელება უნდა მაპატიოთ წინასწარ ვითხოვ ამას იმიტომ რომ ჩემი ნახელავი ერთი ოჯერო გასინჯეს ოჯახის წევრებს არ გაცდენია ვერც გამოიცნეს რა იყო არ და მთელი გულით და სულით გავაკეთე ამაზე მე სადმე რომელიმე სხვა შენ დროს ვიქვითინებ და მოგიყვებით რა რთულია ჩემი კულინარიული ცხოვრება და აი ამ ჩვენ კარგ ბიჭსა დავუბრუნდეთ ჩვენს ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს და მარი ანტუან კარემს ამ ორივე ბატონს ფრანგული პრესა უწოდებდა ისე მემკვიდრეობით მიიღო ღირსეულად მარი ანტუან კარემისაგან ჩვენმა ბიჭმა მიიღო მემკვიდრეობით ტიტული მეფე მზარეულთა და მზარეული მეფეთა და ანტუან კარემისგან მან ძალიან ბევრი რამ ისეს ხარა ის დაფუძნებული იყო მისი ტექნიკა ჩვენი ბიჭის ტექნიკა დაფუძნებული იყო აი მეორე კარგი ბიჭის კულინარიულ ტექნიკაზე თუმცა ესკოფიეს მთავარი დამსახურება იყო ის რომ მან გაამარტივა და გაათანამედროვა კარემის ესეთი მეტისმეტად გართულებული და მეტისმეტად ძნელად გასაკეთებელი და მეტისმეტად გადაპრანჭული სტილი და კარემი ჩვენ კიდე შეგხვდება გზადაგზა გადაცემაში და ვისაუბრებთ მის შესახებ და მისი მთავარი პრინციპი იყო მას უყვარდა თქმა რომ რაც მთავარია შეინარჩუნეთ სისადავე და მან ჩვენმა ბიჭმა ვინც კულინარიაში კარგად ერკვევა ალბათ განსაკუთრებით კარგად ის მიხვდება მან მთელი ეს რეცეპტები ესე სისტემატიზირება მოახდინა რეცეპტებისა ხუთი მთავარი ხუთი დედა соусის და მიხედით ხუთი დრესინგის მიხედით ზოგნებავთ და ხო ფრანგული პრესა რასაც უწოდებდა უკვე ვიცით მეფე მზარეულთა და მზარეული მეფეთა და ამ ჩვენმა ბიჭმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა რაც შეეხება თვითონ მის კულინარიულ წიგნს მისი კულინარიული წიგნი დღემდე გამოიყენება ეს არის არაუბრალოდ სახელმძღვანელო არამედ არა მხოლოდ დამწყებ კულინარებს ასწავლიან ამ სახელმძღვანელოს მიხედვით არამედ ეს არის ძირითადი წიგნი რომელსაც იყენებენ თვითონ კულინარები და ამ წიგნის სახელწოდებაა Le Guide Culinaire ანუ კულინარიული გიდი დაახლოებით ან რაღაცა ასე ითარგმნება დაახლოებით ზუსტად ქართულად როგორ არის თუ არის თარგმნილი არ ვიცი და თვითონ ეს გარდა ამ ყველაფრისა რომ მან ეს რეცეპტები დახვეწა გააუმჯობესა ძალიან ბევრი თავად გამოიგონა ახალი და შექმნა და ამაზეც ვილაპარაკებთ ცოტა ხანში გარდა ამისა მან თვითონ მიდგომა შეცვალა სამზარეულოს მენეჯმენტის მიდგომა შეცვალა და ეს დღემდე
ვინც კი რაიმეს აკეთებს, რომელიმე რესტორატორი, თუ ჭკვიანი და გონიერია, აი ამ ესკოფიეს ტექნიკას და ესკოფიეს შემოღებულ მენეჯმენტს ეყრდნობა და მან მოახერხა ის, რომ აი თვითონ ეს პროფესია მზარეულისა გახადა ის, რომ ეს გახადა საპატიო და პატივსაცემი პროფესია და გახადა პროფესია, რომელზეც ძალიან ბევრი ოცნებობს და რომლის დაუფლებაც არ არის მარტივი და ეს არ არის ის, რომ დაახალეთ გვერცხი ტაფას და შეიწვება თავისით და პირიქით ამას უნდა ძალიან ბევრი ნიჭი, ძალიან ბევრი შრომა და ძალიან ბევრი მონდომება და თავად ამბობდა აი ის რომ როგორ უნდა იყოს თვითონ ეს რა მასალით უნდა ამზადებდეს თვითონ მზარეული ის ამბობდა რომ არც სურვილი იმისა რომ სათანადოდ და ხარისხენად შეასრულოთ სამუშაო არც ტალანტი არ იქნება საკმარისი თუ კი არ არის საშუალება რომ შეეძინოთ შესაბამისი და სათანადო სურსათი ყველაზე გაწაფული კულინარიც კი ვერ შესლებს არაფრისგან რაიმეს შექმნას შესაბამისად არაკანონიერია იმ რეზულტატების მოთხოვნა რომელიც შეესაბამება ჩვენს ხელოვნებას თუ კი სათანადო პროდუქტით, სათანადო ხარისხის პროდუქტით და თან სათანადო რაოდენობის პროდუქტით არ მოამარაგებთ თქვენ შეფ მზარეულს. თვითონ ჩვენი ბიჭი ჟორჟ Auguste Escoffier ძალიან უყვარდა ეს ელეგანტურა ჩაცმა და ამბობენ რომ უფრო წარმატებულ ბანკირს წააგავდა რომ გენახავთ სამზარეულოშიც რომ გენახავთ უფრო წარმატებული ბანკირი გეგონებოდათ ვიდრე მზარეული იმიტომ რომ მას ჯერთი ძალიან უყვარდა კარგად ჩაცმა და ესე გემოვნებით და გამოწყობა მაგრამ მეორე არის რომ დასანახად ზულდა მას დასანახად ზულდა თვითონ ეს ჩაცმულობა არ უყვარდა ეს ჩაჩი მზარეულის ესე ამბობდა რომ ეს რაღაც კლოუნის თავსაბურავიაო და თვითონ არასოდეს არ ეკეთა წინსაფარი იმიტომ რომ ამბობდა რომ კარგ სამზარეულოში ისეთი სისუფთავე უნდა სუფევდეს რომ ნებისმიერმა სტუმარმა ქალმა შეძლოს იქ შეიჭყიდოს ისე რომ კავა არ დაესვაროს და ასევე ამბობდა რომ ნამდვილი შეფმზარეული უნდა გრძნობდეს საჭმელს, უნდა გრძნობდეს კერძს და უნდა სურდეს ეს კერძი. მას არ უყვარდა სხვების დაწესებულებებში სტუმრად სიარული. ცუდად მომზადებული საჭმელი გუნებას უხდენდან და გარდა ამისა, იმდენად პოპულარული იყო და მერე იმდენად პოპულარული გახდა, რომ რომელიმე რესტორანში მისი ვიზიტი სანახაობად იქცეოდა ის მეტად ცნობილი იყო და მისი დანახვისას ოფიციანტებს ხელები უკანკალებდათ მზარეულები ესე გამუდმებით იჭყიტებოდნენ სამზარეულოდან და შეფმზარეული ხო საერთოდ კი ცდილობდა რომ ეს მღელვარება დაეფარაო ამბობენ ავიენები მაგრამ ესე მაინც არ გამოსდიოდა როგორც ჩანს და მიიჩქაროდა ამ საპატიო სტუმრისაკენ და მისი რეპუტაცია მართლაც ისეთი იყო რომ ყველაფერში არაფერი არ არის გასაკვირი და რა ახალგაზრდა მზარეულები ყოფილა ისე რომ ავიენები ამბობენ ამასაც რომ ესკოფიესთვის Auguste Escoffiesთვის ხელი რო ჩამოურთმევათ ლამის გული წასვლიათ მღელვარებისაგან და ერთ-ერთ ფრანგულმა პრესამ აიტაცა მერე ჟორჟ Auguste Escoffies რესტორნის ერთ-ერთი მუდმივი სტუმრის ფრაზა რომ დარწმუნებული ვარ რომ მას თავად ღმერთი ეხმარება კერძების მომზადებაში და მერე ერთ-ერთმა მისმა კოლეგამ მზარეულმა ყველას გასაგონად განაცხადა რომ ესკოფიეს შეუძლებელია ღმერთი ეხმარებოდეს იმიტომ რომ ესკოფიე თავად არის ღმერთი და ლეგენდები დადიოდა მის კერძებზე და მის გამართულ ვახშმებზე და როგორც ჩვენი ბიჭი თავმდაბალი იყო მაგრამ მაინც იცვლებული იყო ეღიარებინა რომ ეს მისი რეპუტაცია დამსახურებული იყო და ეს ჩვენი ბიჭი თავის დროზე როდესაც ერთი პატარა ბიჭი იყო და ჩამოვიდა სოფლიდან
ხო, თბილისელი არ იყო, ჩამოვიდა სოფლიდან, ის ჩავიდა ნიცაში თავის ბიძასთან, სადაც ისწავლა სამზარეულო საქმე და არ მინდა განსვენებული ზიგმუნდი შევაწუხო და ესკოფიეს ფიქრები მოგახვიოთ თავს, რომ რას ფიქრობდა და რას ელოდა და როგორი მოლოდინები ჰქონდა თავისი ცხოვრებისაგან. არ ვიცი, ზოგნი ამბობენ, რომ ვითომ და ოდესმე ამას წარმოიდგინდა, მაგრამ რატომაც ვერ წარმოიდგინდა, ჩვენ ხო არ ვიცით როგორი წარმოსახვის უნარი ჰქონდა ჟორჟ ესკოფიეს, შეიძლება ამაზე მეტიც წარმოიდგინა. და ფაქტი არის ის, რომ ამას კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ მთელ მსოფლიოში კარგი და ჭკვიანი ხალხი, რომლებიც მართავენ რესტორნებს, პირველ რიგში ხელმძღვანელობენ მისი აი ცნობილი კულინარიული გიდით, კულინარიული ეს არის მათი ბიბლია. და ამ წიგნზე ჩვენი ბიჭი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა და აქ არის 5000-ზე მეტი რეცეპტი ფრანგული სამზარეულოსი და თითოეული მათგანი არის გაუმჯობესებული და გასინჯულ დაგემოვნებული პირადად ოგიუსტ ესკოფიეს მიერ და ძალიან ბევრი ამ კერძებიდან უშუალოდ მისი მოგონილია და გამოგონილია ის მან შეცვალა თვითონ ეს განრიგი კერძების გამოტანისა სუფრაზე, მან შეცვალა მთელი სერვირება და მთელი ყველაფერი შეცვალა მოკლედ სარესტორნო ბიზნესში. მან შემოიტანა ახალი კლასიფიკაცია соусებისა და ის თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს თანამედროვე რესტორანი დაწყებული სუფრის გადასაფარებლიდან დასრულებული ქვაბით ეს ყველაფერი ჩვენი ბიჭის ოგიუსტ ესკოფიეს დამსახურებაა და გასაკვირი არ არის რომ ეს ჩვენი ბიჭი ესეთი სახელგანთქმული იყო იმსახურებდა და რა ეკნა და მის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ მისი კულინარიული ტალანტის თაყვანისმცემლებს შორის იყვნენ მთელი ევროპა თაყვანისმცემდა მის კულინარიულ ტალანტს და ის ამზადებდა, ემსახურებოდა ინგლისის, ასევე რუსეთის და გერმანიის მონარქებს, ასევე საფრანგეთის პრეზიდენტისთვისაც ამზადებდა ის კერძებს. და ემილ ზოლა ამბობენ რომ ტიროდა როცა მის განთქმულ ერთ-ერთ კერძს ინჯავდა, ეს არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ყველაფრის დაჯერება. ჩვენი ბიჭის ესეთი ძველი მეგობარი, ოგიუსტ ესკოფიეს ძველი მეგობარი, ლეგენდარული სარა ბერნარი არასოდეს არ უშვებდა ხელიდან შანსს, რომ ესადილა თავის ძველ მეგობართან და თავის ძველ თაყვანისმცემელთან და ამბობდა, რომ ესკოფიეს კერძები შეიძლება მხოლოდ მოცარტის ნაწარმოებებს შევადაროთ და რომ თავისი კერძების მეშვეობით რაღაც საოცარ ამბავს წევს ესკოფიე ადამიანის სულს და მე მზად ვარ სიცოცხლე დავთმო მისი ერთი ომლეტისათვის ამბობდა სარა ბერნარი და თამამანიშნებს რომ დროა საინფორმაციო გამოშვებას დაუთმოთ რადიო იმედის ეთერი. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს იმ ძალიან კარგი ბიჭის ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიეს შესახებ ცნობილი კიდევ ერთხელ ამბობ რბილად არის ნათქვამი უაღრესად გამოჩენილი შეფმზარეული შესახებ და ეს გადაცემა წააგავს ჩემთვის ბირთვულ ფიზიკაზე ლაპარაკს იმდენად ცუდად ვერ ყვევი კულინარიაში ოღონდ ამას ესე არ ვამბობ თავმოსაწონებლად ესე გამოვიდა ყოველთვის მინდოდა რომ ცოდნა და ფუმფულ ალამაზი ტორტების გამოცხობა და ვიცი მხოლოდ ამ ტორტების ჭამა და ეს ჩვენი ბიჭი იყო მე მზარეული მეფე მზარეულთა და მზარეული მეფეთა და თავის დროზე ძალიან დიდი ანაზღაურება ჰქონდა და იმდენად კარგი ანაზღაურება ჰქონდა რომ მან თავის დროზე უარი თქვა რომ ინგლისის სამეფო კარის მზარეული გამხდარიყო იმიტომ რომ კარლტონში გაცილებით უკეთ უხდიდნენ და გარდა ამისა სამეფო მენიუ იცვლებოდა მხოლოდ ერთხელ კვირაში და ეს ესკოფიეს მოსაწყენი მოეჩვენა ძალიან ბევრს მოგზაურობდა ანგარიშს არ უწევდა თვითონ თანხების ხარჯვას
ასევე უყვარდა ძალიან ბილიარდის თამაში, უყვარდა დოღზე სიარული და მე ყველაფერი არც ისე კარგად განვითარდა, იმიტომ რომ მან თანხები დაკარგა, იმიტომ დააბანდა რუსულ ობლიგაციებში და რაზე ფიქრებდა თუ რუსეთში რევოლუციას მოაწყობდნენ და ასე შემდეგ და მან ძალიან დიდი თანხა დაკარგა და მე უკვე აღარ მუშაობდა, მაგრამ იყო რომ ის კითხულობდა, ლექციებს კითხულობდა და ამაში უხდიდნენ არ თუ ისე ურიგოდო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ მას ერჩინა 4 შვილი, უამრავი შვილიშვილი და ასევე ცოლი დელფინი, რომელიც პარალიზებული იყო. და ცხოვრების ბოლო არ იყო მისთვის მაინც მარტივი და იოლი, მაგრამ იყო რაღაცა ძალიან კარგი პერიოდი, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და სანამ ეს საინტერესო პერიოდი დაიწყება, არის მისი სწავლების პერიოდი და მოკლედ ის მოხდება რესტორანში, ფრანსუას რესტორანში, ან ფრანსუასთან ორივე ნერეთ შეიძლება ალბათ ითქვას, რომელიც ძალიან ცნობილი იყო მთელმა ნიცამ, იცოდა ვინც კი ნიცას სტუმრობდა, ყველა მიცოდა ეს რესტორანი და ეგ ჩვენი ბიჭის ერთი ამბობენ 13 წლის იყო, მეორენი ამბობენ 14 წლის იყო, დანამდვილებით ვილნევ ლუბედან ჩავიდა ის მამასთან ერთად, მამა იყო ესეთი მოკრძალებული მჭედელი და მას რაც შეეხება თვითონ ბიძია ფრანსუას, რომელთანაც მას ეს კულინარული ხელოვნება უნდა ესწავლა, ჰქონდა ესეთი მჭექარე ხმა, ძალიან დიდი და ღონიერი მუშტები, ერთ-ერთჯერ მოხვდა მერე ჩვენს ბიჭს და ფეთქებადი ხასიათი და ეს რაღაცა გარკვეულ გამოცდებსაც უტარებდა ჩვენს ბიჭს და იყო ესე ერთხელაც გითხრა რომ რა არის რესტორანი თუ იცი და ეს ალბათ ისეთი ადგილია როგორც სადაც შეიძლება მოგზაურებმა ისადილონ, მაგრამ არა, ეს იყო ფრანსუა შეფმზარეული ფრანსუას პასუხი იყო რომ არა რესტორანი, ეს არის სუპი და ჯერ კიდევ 100 წლის წინ არც პარიში და არც სადმე არ იყო არანაირი რესტორნები და საერთოდაც არ იყო ესეთი მოდა შინ არსადილობის და შეიძლება სადმე მე ფუნთუშასთან გეყიდა ფუნთუშა, ძეხვი გეყიდა მე ძეხვესთან, მაგრამ რეგიონი ბატონები შინ სადილობდნენ, მათ მოახლე უმზადებდა სადილს და ჩვენერი ხალხი კიდე არც ახლა დადის რესტორნებში და არც მაშინ არავინ მოახლეები არ უმზადებდნენ შინ რესტორანის ოგიუსტ ესკოფიას პიცა დანამდვილებით დარწმუნებული იყო რესტორანი იყო, ეს არის სუპი და ეს ასეც არის, იმიტომ რომ ეს რესტორან, ანუ ფრანგული სიტყვიდან მოდის რესტერე, რაც აღდგენას ნიშნავს და რესტორე, რაც აღდგენას ნიშნავს და იყო ესეთი ჭკვიანი და გერგილიანი კაცი, მესიე ბულანჟე 1765 წელს, რომელმაც პარიში გახსნა პაწეწკუნა დაწესებულება რამოდენიმე მაგიდით და აქ სტუმრებს მიართმევდნენ ამ Le restaurant divin, ანუ ღვთაებრივი აღმდგენი. ასეც თარგმნიან, რომ ღვთაებრივი აღმდგენი სუპი, მაგრამ რეალურად ეს არის ღვთაებრივი აღმდგენი, რომელიც ინემთულეში იყო ხო, სწორედაც რომ ეს სუპი ან ძროხის ხორცის, ან ქათმის ბულიონი იყო და დამატებული ჰქონდა ვარდის ფურცლები და ერთი მარცვლეული, რომელიც ქართული სახელწოდებასთან მოვიწყდა და თვითონ გარდა ამისა, რამოდენიმე კერძის მიყოლება შეიძლებოდა ამ სუპზე, მაგრამ ძალიან რთული იყო ამ რესტორნების გახსნა, იმიტომ რომ გილდიების პრობლემა იყო, ერთი გილდიის საქონლის გაყიდვა მეორე გილდიის წარმომადგენელს არ შეეძლო და თვითონ რესტორანში როდესაც ესეთი ესე მივიდა საქმე, რომ დაიწყეს ანუ ეს გილდი, როდესაც ერთ-ერთმა რესტორატორმა თვითონ გამოიტანა სადილად, რაღაც
გამოსაკვირად მომზადებული მოთუშული ბატკნის ხორცი ზეთის ხილით, ძალიან მაშინვე გილდია მოჩივლა, რომელსაც ჰქონდა ექსკლუზიური უფლება, გაიყიდა რაგუ და ერთადერთი უშვილა ამ ბატონს იმან, რომ მან განაცხადა, რომ კი მართალია ეს არის ბატკნის ხორცი, მაგრამ და კი წააგავს თითქოს რაგუს, მაგრამ სულ სხვა რეცეპტით მზადდება და მოკლედ ძალიან რთული იყო პირველი რესტორნებისთვის მენიუს შედგენა, მაგრამ მე ნელ-ნელა მე-17 საუკუნისკენ, მე-18 საუკუნისკენ ეს შესუსტდა გილდიების ძალაუფლება და რევოლუციის შემდგომ კი საერთოდ ძალიან ბევრი კერძო მზარეული, რომელიმე მესიესთან მსახურობდა დარჩა ეს სამსახურის გარეშე, იმიტომ რომ მათი ბატონები გილიოტინაზე მიაბრძანებს და მათ მოუწიათ ახალი სამსახურების ძებნა და მაშინ დაიწყო რესტორნების ოქროს ხანა და რევოლუციამდე სადღაც 50 რესტორანი თუ იყო პარიზში, მერე უკვე სადღაც 10 წლის შემდგომ უკვე 500 რესტორანი იყო და მერე უკვე ეს თვითონ გაფართოვდა და სხვადასხვა ქალაქებშიც გადავიდა და მაშინ ესეთი მიღრუებული ადგილი რომ იყო ნიცა, მაშინ ნიცა არ იყო, აი მაშინ ამ რესტორნებმა მიაღწია ნიცამდეც და როდესაც ჩვენი ბიჭი ჟორჟ ოგიუსტე სკოპიე პირველად მოხვდა თვითონ თავისი ბიძის ფრანსუას რესტორნის სამზარეულოში, შეკრთა იმიტომ რომ ჯერ გააუცა თვითონ იმ საზოგადოებაც აქ ესეთი წარჩინებული საზოგადოებას ადილობდა, მაგრამ თვითონ გააუცა იმან საშინელი მდგომარეობა იყო სამზარეულოში, იმიტომ რომ ეს იყო საშინლად ცხელოდა, არ შეიძლებოდა აქ რაღაცის გამოღება და გაღება და ეს იყო პატარა ოთახი, რომელიც უზარმაზარი ქურებით იყო სავსე და თვითონ ვიქტორ ჰიუგო თურმე რესტორნის სამზარეულოს ეძახდა ეშმაკის სამჭედლოს და აი მაშინ ეშმაკის სამჭედლო, სადაც ბილსიტყვაობა არ წყდება და მართლა ისე საშინლად და სასტიკად ცხელოდა იმდროინდელ სამზარეულოებში, რომ ავიენები ამბობენ, რომ ჩვენი ბიჭი დაითანხმებოდა და ხელს მოუწერდა ჰიუგოს ამ შედარებაზე. და სწავლობს ჩვენი ბიჭი საჭმელების კეთებას, მაგრამ მაინც არ აინტერესებს, იმიტომ რომ ძალიან უნდა რომ იყოს მოქანდაკე და მთელი სოფელი სანამ ის ნიცაში გამემგზავრებოდა იმ პატარა სოფელში, სადაც ცხოვრობდა, ყველა გაოგნებული იყო და აღფრთოვანებული იყო, როგორ ფიგურებს აკეთებდა ის თიხისგან და როგორ ძერწავდა, მაგრამ მამას გაგონებაც არ უნდა და ამ ყველაფრის არანაირი მოქანდაკე, იმიტომ რომ ეს არის არასაიმედო პროფესია, თან ეს ბოჰემური ცხოვრება არ უნდა და მას თავისი შვილისათვის და თან არ ქონდეთ მათ თანხა სწავლისათვის და სულ სხვა საქმე იყო საჭმლის კეთება, ეს ყოველთვის მომგებიანი იყო, იმიტომ რომ ადამიანებს ნებისმიერ დროში შეად და მოკლედ ბიძამ გადაწყვიტა რომ შეეძლო თავიდანვე უკან გაებრუნებინა, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი ბიჭი ჯერ ხოდი ისეთი ტანდაბალი იყო რომ ვერ წუდებოდა ქურებს, მერე იყო რომ ხან იყო ძალიან მოუხელთებელი და ძალიან ტლანქი, არაფერი არ გამოსდიოდა ხელიდან, ერთადერთი სწრაფად შეეძლო გაებცქნა ბოსტონეული, მაგრამ რატომღაც ესე ბიძა ფრანსუამ გადაწყვიტა რომ აუცილებლად ამ ბიჭისგან პირველი რანგის მზარეული დაეყენებინა და ის ეუბნებოდა კიდეც ჩვენს ბიჭს, რომ შეგონია რომ ეს უბრალო საქმეა, სულაც არა, ძალიან ბევრი არისტოკრატი გადაცებული იყო თვითონ კერძების მომზადებით და ის ეუბნებოდა ჩვენს ბიჭს, რომ აი ორლეანის ჰერცოგიც კიბს ყინვალი დამზადებდა თავისი საყვარლისათვის, გრაფინია დე პარაბერისათვის და ვის ემახსოვრებოდა მარკიზ დე ბეშამელი, რომ არა მის მიერ მომზადებული და მოგონებული соуსი და გარდა ამისა ის ამატებდა, რომ რესტორანში
ოშტყოში მის რესტორანში ამბობენ რომ იკრიბებოდა ბრინვალი საზოგადოება და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამით დაინტერესდა სწორედ ჩვენი ბიჭი უფრო კულინარიული საქმით და მას ის ყოველთვის ცდილობდა მიმხვდარიყო იმას რა უყვართ აი ამ სტუმრებს რომლებიც იქ მოდიან რა გემოვნება აქვთ რას არჩევენ რა რატომ მოსწონთ რამდენიმე წლის მანძილზე სანამ ის იყო თავისი ბიძის ფრანსუას შეგირდი მან ყველაფერი ისწავლა რის ისწავლაც ფრანსუასგან შეეძლო და შეეძლო ნებისმიერი კერძის მომზადება და 17 წლის არც არის ჩვენი ბიჭი რომ უკვე ნიცაში ერთი პატარა რესტორნის პროვანსელი ძმების სამზარეულოს განაგებს და აქ პარიზული ცნობილი დაწესებულების Le Petit Moulin Rouge ასეთი მე პატრონე აღთოვანდა მის მიერ მომზადებული კერძით და უთხრა რომ ჩემს რესტორანში არის ადგილი და მე ვეძებ ახალგაზრდა მზარეულს და ჩვენს ბიჭს არც კი უფიქრია არაფერზე არც პირობები უკითხავს არც არაფერი თანახმობა რო განაცხადა იმიტომ რომ მასეც უნდა პარიზში მოხვედრა პარიზში რომელიც ერთადერთი ადგილია სადაც აუცილებელი არ არის რომ ბედნიერი იყო და მე აი როგორ მოვხდებით პარიზში და რა ხდება ჩვენს თავს ამაზე უკვე მომდევნო საათში არ გამოტოვოთ კატო საღამოები რადიო იმედზე ძალდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს ამ ძალიან კარგი ბიჭის შესახებ რომელმაც ყველაფერი შეცვალა რომელმაც ყველას ასწავლა როგორ უნდა ნამდვილი რესტორნის გამართვა და როგორ უნდა იყოს კარგი რესტორანი და მისი სამზარეულო ჯორჯო გიოსტესკოფიის შესახებ და რომლის წიგნით კულინარიული გიდით დღემდე ეს არის კულინარიული ბიბლია და არა მხოლოდ ასწავლიან ამ წიგნის მიხედვით დამწყებ მზარეულებს არამედ უკვე თავად შეფმზარეულებად შემდგარი ხალხიც ამ წიგნს იყენებს და 5000-ზე მეტი რეცეპტია მასში შესული რომ ამ წიგნზე მთელი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩვენი ბიჭი ჩვენ წინა ნაწილში გადაცემის დავტოვეთ ისიქ Le Petit Moulin Rouge-ში გადავიდე ფრანგული გამოთქმების შემიწირავს მე ამ Le Petit Moulin Rouge-ში რო გადავიდა იქ ძალიან ბევრი საიდუმლო გაიგო პარიზისა გაიცნო ძალიან ბევრი ადამიანი აქ შეხვდა ის პირველად უელსის პრინც ინგლისის მომავალ მეფეს და აქ გაიცნო მან და დაუმეგობრდა მომღერალს და მსახიობს ავიანები ამბობენ რომ ძალიან ცნობილი ბატონის ბევრი ცნობილი ბატონის საყვარელსო და ბლანშ დანტინის და ბლანშ დანტინი უბრალოდ ცხოვრობდა ისე როგორც სურდა და თვითონ აქ ასევე ძალიან 2 წლის შემდგომ ჩვენი ბიჭი აქ უკვე ამ სამზარეულოში ის არის უკვე მეორე კაცი შეფმზარეულის მერე ანუ ის არის соусერი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რანგი მზარეულისთვის და თვითონ ეს соусების შედგენას ძალიან დიდხანს სწავლობდა და საღამოობით ის ძალიან რთულ აბულებს ადგენდა თვითონ აი ამ ელემენტების ურთიერთქმედებას და რა არას როგორ უხდებოდა იმას ეძებდა და ეძებდა идеალურ შეთანხმებას და ის ამბობდა რომ соусმა უნდა გამოკვეთოს ყველა კარგი თვისება კერძისა ისევე როგორც მომდგარმა კაბამ უნდა გამოკვეთოს მთელი სილამაზე ქალის სხეულისა და ჩვენი ბიჭი მერე გავაცლები და გახდება ამ Le Petit Moulin Rouge-ის სადაც ის თავიდან მივიდა როგორც უმცროსი მზარეული აი ის აქ გახდება უკვე თვითონ შეფმზარეული და მისი სახელი უკვე ყველა მიცის და მაგრამ მე ვხედავდა ამისა ალბათ არასოდეს ჩვენი ბიჭი არ იქნებოდა მსოფლიოს პირველი შეფმზარეული რომ არა ის რომ ის მას არ შეხვედროდა ერთი ძალიან ენერგიული ბატონის სახელად ცეზარ რიცი ანგნებავთ ცეზარ რიცი ერთად უთხრა მან ჩვენს ბიჭს დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ თებს გადავაბრუნებთ და ჩვენი ბიჭი რომელიც იყო საკმაოდ ისეთი ნაკლებად მიმდობი ადამიანი იყო რატომღაც ენდო ცეზარ რიცს
და ცეზარიც იყო კლეხის ვაჟი შვეიცარიის ერთ-ერთი სოფლიდან ნიდერვალიდან და მისმა ბავშვობამ გაერა ძროხების გარემოცვაში, მაგრამ რაღაცა გაურკვეველი გზებით და დაუდგენელი გზებით ეს გზები კი დადგენილია, მაგრამ ახლა ჩვენ არ გვაქვს ამის დრო, რომ ცეზარიც ამდენი დრო დავუთმოთ, ის გახდა სპეციალისტი აი ფუფუნებისა და ძვირად ღირებული ჰოტელებისა და მან ის მუშაობდა მანამდე მენტონში, ლუცერნში, ნიცაში და ბადენ-ბადენში და მისი როგორც ოტელიერის ვარსკვლავი ის იყო ამოდიოდა, მაგრამ ჩვენმა ბიჭმა აუგუსტ ესკოფიემ მაშინვე იგრძნო, რომ ეს ადამიანი მართლაც შეძლებს და გადააბრუნებს მთებს და რიც იყო ძალიან გერგილიანი, ძალიან ენერგიული ადამიანი, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა წუთით და თავის ოტელებში ქარივით დაქროდა და ყველაფერს თავის ადგილზე აყენებდა და ის ნებისმიერ გაურკვევლობას ოტელში მყისერად აწესრიგებდა და როცა განერვილდებოდა ესეთი ალპური აქცენტით იწყებდა, მკვეთრი ალპური აქცენტით იწყებდა ლაპარაკს, მაგრამ თავის ესეთი ძვირად ღირებული კლიენტების გარემოცვაში იყო უაღრესად ყურადღებიანი, ექიმივით ყურადღებიანი, მაგრამ კარგი ექიმივით, თორე არიან ექიმები, რომლებიც გაბრაზებულები არიან შენზე, გეკონება ღმერთო კი მომგალი როგორ გავბედე და შეუძლოდ შევიქენიო, მოკლედ იყო კარგი ექიმივით ყურადღებიანი, თავაზიანი, მშვიდი და მომხიბლავი ქალები ჭკუაზე არ იყვნენ მისგან, მოახლე ქალები და მზარეული ქალები ერთმანეთს უყვებოდნენ ისტორიებს ცეზარ რიცის ყმაწვილ კაცობისა, როდესაც ის ოფიციანტად მუშაობდა და ჭკუიდან აცდენდა ახალგაზრდა თავადის ქალებს და ცეზარი შეეძლო რომ მოეხიბლა როგორც ახალგაზრდა თავადის ქალები, ასევე ხანში შესული გრაფინიები, რომლებიც უკვე სულა ესე რაღაცას ქსოვდნენ და კარგავდნენ, ასევე მოეხიბლა ამერიკელი მოვაჭრეები, სპილენძით მოვაჭრეები, არისტოკრატია მოეხიბლა და ესე მარტივად მოხიბლა ეს ჩვენი არც თუ ისე მიიმნოდობი ჟორჟ აუგუსტ ესკოფიე და ჩვენ გვაქვს კარტ ბლანში უთხრა მან ჩვენს ბიჭს გრანდ ოტელის მშენებლობაზე მონტე-კარლოში ეს ადგილი მოდაში შემოდის და იქ ესაა გაიყვანეს რკინიგზა და ენდეთ ჩემს ალღოს რომ მონტე-კარლოში მალე ფეხის დასადგმელი ადგილი არ იქნება, იქ მინდა ოცნების სასტუმრო ავაშენო და თქვენ კი შეძლებთ რომ თქვენი ოცნების რესტორანი გამართოთ იქ, ფულზე არ იდარდოთ, სპეციფიკა გასაგებია, წვეული ვახშმები, ბანკეტები, მეჯლისები. მოწყენისთვის არ გეცლებათ. და აი ესე გადაწყვიტეს და აი ამ დროიდან იწყება მერე ის რომ ჩვენი ბიჭი ხდება ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მზარეული და ის ძალიან დიდი ხანი იყო უკვე რომ მას სურდა რომ ეს სისტემა ფრანგული კერძების გამოტანისა, რომელიც მას მოძველებული და ყავლგასული ეჩვენებოდა და ასევე მეტისმეტად გრანდიოზული შეეცვალა და ყველგან ეს haute cuisine როგორც ეძახიან, ქართულადაც კი ასე ეძახიან და ხომ აპატირთ, ეს მაღალი სამზარეულო ყველგან ესე იყო დაკანონებული, რომელიც ანტუან კარემის მიერ იყო შემოღებული. ანტუან კარემი კაცი იყო, რომელიც იყო პირადი მზარეული ტალეირანისა და ის გამასპინძლებია ნაპოლეონს, ალექსანდრე პირველს და გეორგ მეოთხეს და კარემისთვის ბანკეტი იყო ეს თეატრალური სანახაობა და ეს მთელი გაქანებით მუშაობდა და მისი საფირმო ნიშანი იყო ეს მრავალფიგურიანი კომპოზიციები საჭმლისგან შექმნილი, კერძებისგან შექმნილი, ის იყო რამდენიმე მეტრიანი ხიდები, პაგოდები, რომლებიც მარციპანისგან და მარციპანისგან, ცომისგან ასევე დაშაქრული ფიგურებისგან და ნუგებისგან მზადდებოდა და ეს ყველაფერი იქ მარტო ეს ტკბილეული არ იყო თავისთავად ცხადია და თვითონ სტუმრები სახტად რჩებოდნენ თვითონ აი მისი ამ ფანტაზიით და ამ
საოცრად მორთულ მოკაზმული კერძებით ამ ღვეზელში იყო ცოცხალი ეს ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმშიც ნახეს ხო სტატიებს მაინც ვერ ვენდე და მართლაც იყო ერთ-ერთ დოკუმენტურ ფილმში რომ როგორ იყო რომ მარი ანტუან კარემის ნახელავი ღვეზელიდან შეიძლება ამოფრენილიყო ცოცხალი ჩიტიდან როგორ აკეთებდა და როგორ ახერხებდა ეს კიდე სხვა საქმეა და არქიტექტურა ამბობდა კარემი ეს არის ყველაზე კეთილშობილი სახეობა ხელოვნებისა ხოლო კონდიტერის საქმე ეს არის უმაღლესი ფორმა არქიტექტურისა და თვითონ რაოდენობა კერძებისა რომელიც კარემის ერთ ბაღშამზე ერთ ბანკეტზე გამოჰქონდათ გარგანტუას კი ვერ მოერეოდაო გარგანტუას შესაძლებლობები ისეთია რომ ალბათ მოერეოდა 150-მდე ადიოდა თვითონ კერძების ნაირსახეობა მის ერთ ბაღშამზე და თვითონ ჩვენი ეს კოპია თვლიდა რომ ეს იყო კარემისეული ბანკეტები და ბაღშმები ეს იყო დაცინვა თვითონ სადილის ბაღშმობის და გნებად უბრალოდ კერძის იდეის დაცინვა იყო იმიტომ რომ პრაქტიკულად გამოდიდა რა რომ ეს უსასრულო და ზღვა რაოდენობის კერძებს თითქმის ვერავინ ვერ სინჯავდა იმიტომ რომ კერძის გადაწოდება სუფრაზე ეს მოვეტონი იყო და მიუღებელი იყო და სტუმრებს მხოლოდ იმის მირთმევა შეეძლოთ რასაც მიწუდებოდნენ და შეიძლება რომელიღაც კერძი ძალიან გემრიელი იყო მაგრამ მათგან სადღაც 3 მეტრით შორსიდო გარდა ამისა ის რომ მთლიანად ერთდროულად გამოჰქონდათ და ეს ვახშმები თვითონ კარემისეული ვახშმები იყო ის რომ სტუმრები ყველა კერძი ერთდროულად გამოჰქონდათ და სტუმრები უნდა დამტკბარიყვნენ თუმცა ქართული ძირები ქონდათ ყოფა კარემს ან ჩვენ გადავიღეთ მისგან ეს ამბები ყველა კერძი რა ერთად გამოგვაკლამის მაგრამ ამის წერის რაღაც ძალიან დემოკრატიული, იმიტომ რომ რაღაცა კერძი შეიძლება არ მინდა და არ მიყვარს და არ მინდა რომ ველოდო იმ კერძს და მინდა სულ სხვა კერძი. ეს ნათქვამი არ არის ეს სხვადასხვა მზარეულებს დავესესხე მე და კულინარია ვერაფრით ვერ შემიყვარა მე კულინარიამ და ეს კოპიამ გადაწყვეტა რომ ეს ყველაფერი მოეხსნა და რიგრიგობით შემოეტანა თვითონ კერძები, იმიტომ რომ კერძები თვითონ ცივდებოდა და თავის გემოს კარგავდა, იმიტომ რომ როცა ეს ყველაფერი ერთად შემოქონდა თუ და დამტკბარიყო ამ სანახაობით, სტუმრები უნდა დამტკბარიყვნენ ამ სანახაობით და მერე იწყებოდა თვითონ ვახშამი და მოკლედ ეს ყველაფერი ჩვენს ბიძს არ მოწონდა ის რომ ეს ყველაფერი იყო მეტისმეტად გადაბრანჭული, მეტისმეტად რთულ გართულებული და ეს ყველაფერი შეცვალა ასევე სამზარეულოში ძალიან ბევრი რამ შეცვალა და ამაზე რომ ვილაპარაკოთ ეს ძალიან დეტალურია და წაგვიყვანს ძალიან შორს და თუ კი არ შეგიჭრიტავთ რესტორნის სამზარეულოში არაფერს მოგცემთ და თუ კი შეგიჭრიტავთ მაშინ ჩემზე უკეთიცით და თუ არა და არის უამრავი ფილმი სადაც ამას კიდევ უფრო კარგად ნახავთ ვიდრე ეს რომ დაახლოებით სურათის აღწერა რადიოთი არ გამოვა მაინც და მაინც კარგი 1912 წელს ჩვენმა ბიჭმა გენიალური პიარ აქცია მოაწყვეს იყო მან ორგანიზება გაუკეთა გურმანთა ლიგას და მან მოაწყო ფრანგული სამზარეულო საღამო რომელიც ერთდროულად გადიოდა და მიმდინარეობდა 37 ქალაქში და რეცეპტები და მითითებები მეტრისა ტელეგრაფით გადაიცემოდა და თვითონ აი ამ ყველაფერს მერე ამზადებდნენ როდესაც ესე გადაიცემოდა თვითონ აი ამ ტელეგრაფით და აი ესეთი ძალიან საინტერესო იყო მისი ცხოვრება მე მაინც საინტერესო არ წავიდა ამიტომაც ცუდ ამბებზე არ მინდა გვიან ღამით ვილაპარაკოთ დავამთავროთ იქ სადაც ყველაზე კარგად იყო ეს ყველაფერი ჩვენ ბიჭი გარდაიცვალა 12 თებერვალს 1935 წლისა და მას ყოველთვის როდესაც ეკითხებოდნენ რომ რა არის რაში არის თვითონ საიდუმლო იმისა მზარეულის მთავარი საიდუმლო ის ამბობდა რომ მზარეულის მთავარი საიდუმლო არის ის რომ ქალები მთავარია რომ თქვენი რესტორანი შეიყვარონ ქალებმა მაშინ თქვენ ყველაფერი გამოგივათ იმიტომ რომ ის ჯერ ყოველთ ქალებისთვის ამზადებდა იმიტომ რომ მან იცოდა როგორ ეს სიამოვნებინა მათთვის ის თვლიდა რომ ქალებს უფრო ნატიფი გემოვნება აქვთ ისინი უფრო ცნობის მოყვარენი არიან და მათ აინტერესებთ რომ გასინჯონ რაღაც სიახლე და თუ კი ქალები შეიყვარენ მე თქვენ რესტორანს მე უკვე თქვენ გარანტირებული გაქვთ რომ
ეს თქვენი რესტორანი იქნება ნამდვილად წარმატებული და ჩვენი ბიჭი რომელიც თავის დროზე მოქანდაკეობაზე ოცნებობდა მაგრამ სოფლიოში ყველაზე ცნობილი მზარეული გახდა როდესაც უკვე ამის შესაძლებლობა მიეცა თუ კი მას თავის დროზე არ ქონდა იმის საშუალება რომ ესწავლა ან თანხების არ ქონის გამო მან ვერ გახდა მოქანდაკე მე როგორიცაც მას ქონდა სათანადო თანხები ის ხატვის გაკვეთილებს მას თავად გუსტავ დორე უტარებდა და ძალიან კარგად ერგოდა ოპერაში ძალიან ბევრი კრიტიკოსი ბევრად უკეთო ავიენები ამბობენ ესეთი კარგი და შესანიშნავი იყო ეს კაცი სახელი მისი ჟორჟ ოგიუსტ ესკოფიე და მისი ძალიან ბევრი კერძი დღესაც მზადდება და არის მისი ძალიან ცნობილი მან დაამზადა ეს ძალიან ცნობილი მუსი კრევეტების განსახილად კაწინკა ასევე ატამი მელბა და ეს მან მიუძღვნა ცნობილ ქალებს და მათთვის ამზადებდა და მათ სახელებს ამიტომაც არქმევდა მათთვის ამზადებდა საგანგებოდ და თქვენთვის კი საგანგებოდ დღეს ღამის 12 საათის მერე კოდექს აუდიო ნიშა მიმინოშულთან ერთად მე გემშვიდობებით მადლობა ყურადღებისთვის უსმინეთ რადიო იმედს კატო საღამოები რადიო იმედზე